გამარჯობა გაგუბრებო. დილამშვიდობის, როგორ ხართ? როგორც ხედავთ, საიდანღაც მზე მიჭყუტუნებს. იპოვებზე, ყველგანზე დამხვება. მოკლედ, მე დედიკობდა ჩემაქურებად იმყალა დავლიეთ. არ მინდოდა აღოდ, მაგრამ დავლიეთ. და ცოტა დამოგვიანდა. სამსახურში არ დამოგვიანდება, მაგრამ ჩემ გრაფიკს ავწევთ ცოტათი. მაგრამ არა უშავს, წავიდეთ სამსახურში. დიდი მადლობა, ვისაც მოგეწონათ ჩემ ბაღის რაღაც ფრაგმენტები და ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემოგთავაზოთ ხოლმე რაღაც პატარა მონაკვეთები, რა თქმა უნდა. ალბათ ხვდებით, რომ ბავშვების გამოჩენის უფლება ბუნებრივია, მე არ მაქვს მშობლების ნებართვის გარეშე და როცა ამდენი ბავშვია ფიზიკურად ხა ყველა მშობლები. შეუძლებელია ხა შეთანხმებები და რაღაცეები. შესაბამისად ესე შემოგთავაზებთ ხოლმე რაღაცებს. მადლობა რომ მიყურებთ ყველას. რადგან აპლიკაციაში ნახეს გოგოებმა და ჩემი მარშრუტკა მოვა 10 წუთში, შეუძლებელია, ანუ 10 წუთში მოვა, მე იქით გავა, მე აქეთ გამოვა, მე ვაგზალზე წავა და ძალიან დამოგვიანდება. მოდი წავიდეთ ფეხით. ფეხით რანუ მეტრო ნაძალადებით ჩავიდეთ. მე ხომ შინი აქ ბევრი ძაღლები არიან და გოგოებმა მითხრეს, რომ ერთი იყო მარტო ყეფავდა, არ იყვინებავდა. იქნება ჩანთა ჩავიდე. ეგრევე მოვიგერიო ჩანთით, სხვა გზა არ არის. იმიტომ რომ მე შინია და ზედ რო ამახტეს ხალხო. ერთადერთი ის ჩანთის იმედი მაქვს, რომ ამით მაინც იმასვნა, მაგრამ მე უფრო არ გაღიზიანდეს ძაღლი. არ ვიცი რა გზას დავადგი. ვინც მეტყვით ახლა რომ ჩანთის მოფრიალება და იმიტომ გებრძვის ძაღლი თუ რაღაც ძალიან აქ თქოთ შემსავით რო გეშინოდეთ ძაღლს და ამჯერად გარეთაც არ გამოხვალთ. კარგი. რაღა გველი ჩემთვის და რაღა ძაღლი. და გივია ფაქტობრივად. თუმცა ნამდვილად არ ვარ ძაღლთ მოძული. მაგრამ ნუ რა ვქნა, ჩემი შიში იმაზე ძლიერია, ვიდრე ეს კიბები გაგვიკეთეს, ისე მომწონს, ანუ ადრე რაღაცა ჭხლარცი კიბები იყო, ხალხო ვერ დავდიოდით. აი ხა რეალურად მარშრუტკას რა უაზროდ ველოდები წარმოიდგინეთ. როცა 5 წუთი მინდა მეტრომდე და ამ დროს ველოდები ერთი 25 წუთი, ერთი 15 წუთი გზაში მინდა, რომ მეტრომდე ვაგზლამდე ჩავიდეს და მოკლედ ჩემი თავის ტანჯვა მეხარისება ეგრე გამოდის. ხოდა მოკლედ მაგას გეუბნებოდით გოგოებო, რომ ბავშვები ამიტომ არ ჩანან, ანუ ვიდეოში რა. რადგან კანონით გრძალება ეს. თუ მათ არ სურთ. და ხა მაგას შეთანხმებებზე ხوار დავიწყებ ხა კონტრაქტებს და იმას. ამ შობასთან. ამიტომ ესე რაღაცნაირად პერიოდულად ფრაგმენტებით ხმას გაიგებთ ხოლმე და რა ჯობია მათი ხმების მოსმენას, ანუ სასწაული ხმები და აი ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, რომელიც გააჟღერეს ბავშვებმა, როგორც ისიც მე რა თქმა უნდა მომღერალი არ ვარ. ბავშვებს ყავთ პიანისტი, ვინც ამეცადინებთ, თუმცა ყური მაქვს ძალიან კარგი და ვირას როგორ ურევს ნამდვილად კარგად ვიცი. ვისაც ყურია, ყველა მომღერალი ვერ არის, რა თქმა უნდა. ხო. რა უნდა მეთქვა? დღეს იქნებ თუ მოვასწარე შემოგთავაზოთ აჭარული. თუ მოვასწარე. განდაგანიან რაღაც იგივე. ძალიან მომეწონა ვლოგში რომ ვნახე სხვათა შორის, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს გამოახალისა ჩემი ვლოგი და ძალიან მომეწონა და ვიცი და რაც ვიცი, მოდი გაჩვენებთ. როგორც იცით, ყოფილი მოცეკვავები არ არსებობენ, ან ხარ მოცეკვავი, ან არ ხარ. შესაბამისად, მე ვიყავი. ახლა არ ვცეკვავ ფიზიკურად და არც ერთ ანსამბლში არ ვარ, მაგრამ ვცეკვავდი და სტუდიაც გქონდა მე და ჩემს ძმას. სულით მოცეკვავეთ დავრჩი და ფიზიკურად ესე აღარ ვცეკვავ. გავიქეცით მეტროში. ესე იგი გოგოებო, რაღაც ვიდეოს რო დავდებ, სულ მიწევს იმის გაკონტროლება, რომ რაღაცა ოდნავ სიცილი არ იყოს თუ რაღაც ეგეთი ამდაგვარი. ესე იგი, რა ხდება? ჩემი ან გაცინებით, ან სადმე წასვლით, ანუ არ ვიცი, ითვლება თითქოს, რომ ეხლა მე
თურმე ქვეყნის ბედი უკაცრავად და ფეხებზე მტკიცია. ვის გგონიათ ახლა? ვინც არ დებს ვიდეოებს, ვინც დებს ისეთ ვიდეოებს, რაღაც ისინი არ დადიან კაფეებში, არ მიირთმევენ ამ მცხრებს, არ უხარიათ რაღაცეები, არ იღებენ საჩუქრებს, არ გასცემენ საჩუქრებს, ანუ რა გგონიათ? მართლა მაინტერესებს რა გგონიათ? ანუ რომ ეს ამ ადამიანები ცხოვრება გააჩერეს და არ გრძელდება ცხოვრება? მუდმივად ვინც მთხოვთ აზრი დაფიქსირებას კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არაერთხელ ჩემს ყველა პლატფორმაზე მაქვს აზრი დაფიქსირებული. ყველგან. რატომ ავალდებულებს ეს ხალხი ყოველ დღე ვისაუბრო ამ თემაზე? ანუ ყოველ დღე. როცა მე უკვე ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს და სხვათა შორის ძალიან ხშირად ვიმეორებ ჩემს პოზიციებს. არ არის ხალხო ეს სწორი მიდგომა. არ არის, ეს არის ტერორი და ჩვენ თუ ვართ განვითარებული ქვეყანა, ჩვენ თუ ვართ დემოკრატიის მომხრე, ჩვენ თუ ვართ ევროპის მომხრე და ასე შემდეგ, მოდი ვცეთ ადამიანებს პატივი, იმიტომ რომ ამის არანაირი უფლება ჩვენ არ გვაქვს. რომ ასე გავყოთ ერთი მხარე, გამოვყოთ მეორე მხარე. ჯერტი მე არც ერთი მხარე არა ვარ. აქედან დავიწყოთ. მე ჩემი პოზიცია გამაჩნია ყველაფერზე და მხარეთ მოაზრება ნამდვილად არ ჭირდება. ჩემი გამაჩნია. გინდა მესამე მხარე და არ გთახლა და გინდა მე-15, ხო? ან რატო ითვლება რომ მხოლოდ ორ პარტია შორის დარბის მთელი ქვეყანა? ეს ასე არ არის. არ არის. მე ფხანებ ძალიან დამღლელია, ეხლა ძალიან მინდა რომ სწორად გამიგოთ, მაგრამ რაღაცას ვერ ვდებ, იმიტომ რომ ზედმეტი რაღაცა რომ მიხარია, არ გადამიარონ, იმიტომ რომ რა გახარებს ქვეყანაში ესეთი უკაცრავ დაბადების დღეებსაც იხდით. ქორწილებშიც დადიხართ. სთორებსაც ვითომ ნაკლებადებთ, მაგრამ ვიცით, მეტ ნაკლებადსაც დადიხართ. და ამიტომ სხვას მოუწოდო, რომ რა გემხიარულება და ქვეყანა ინგრევა უკაცრავად რა. მეც ვიცი რა ინგრევა, თვალები მეც მოვუყურები. კარგად ვიცი რა ინგრევა და კარგად ვიცი რა უნდა გაკეთო და სულ არ დაინგრეს. ეგეც ვიცი, მიჩქვამს არაერთხელ. ხო და რა არის ეს შეზღუდვა, რომ ეხლა გეხვეწები არ დადო ეს თუ ის თუ ქვეყნის მოღალატე თუ რაღაც უკაცრავად არავის შეაგერიოთ. არც ქვეყნის მოღალატე ვარ, არც ქვეყნის გამყიდველი ვარ, არჩევნებზეც დაფიქსირებული მაქვს ჩემი აზრი კაფეა სხვათა შორის. მე რა ქარია მიწკევისზე. არ შეიძლება ხალხი. არა. უთვლით რომ თუ იქ არ ვარ, მე შეგვიძლია არ მაინტერესებს. ძალიან ბევრი არ დგას, მაგრამ ძალიან ბევრს აინტერესებს. ძალიან არ მომწონს ეს მიდგომები და მოდი რა ცივილიზაციაზე რო გაქვს პრეტენზია, ცოტა ამოვარდნილები ხარ ვართ. ცოტა არა ძალიან. რა ვიცი, არ ვიცი. შეშით ფეხი ვერ გადამიდგამს და ვერაფერი დამიდია, რომ ერთი 10-მა ერთად არ მალამძღოს. იმიტომ რომ რაღაც გამიხარდა, უკაცრავად ახლა ცოცხალი ადამიანი ვარ. და კიდევ. ესე იგი, მოცეთ. Გამოვიდა. ეგრე, ყონჩა, გამოვიდა წრე. თქვენ გახართ ხელოვნები. ჩერდები. წავიდა.
ვითამაშოთ, ამას სხვა ამბობს, არა. მანანა სხვა ამბობს ერთი. მოდით, ყველას ეპიზოდები ვითამაშოთ. კარტია! დღეს ვემზადებით ახლა ჩემი მისმოვა პიანისტი ჩვენი ხო და აჭარულს დაუკრავს თუ დამავიწყდა თუ არ დამავიწყდა ვიცი ყოფთავისლებად ან შუალედში მე ჩავაკვეხებ სადმე 5 წუთიან პაუზას ეს პირველი სართულია გოგოება ბაღის დაბლა სამზარეულოა და შემდეგ უკვე 10 და 10 სხვადასხვა სართულები ეს არის დარბაზი სადაც რეპეტიციები გუგუნებს აქ შედის ყოველდღე გვანცა ვაიმე яга ტელეფონი კარტი თუ გამოაღებს ახლა კაი და ეს ტელეფონი გადმოვარ და მოყოლით კარტი დარზი ლოგი იქნება და აღარ წინდება არემ ამ საკითხსაც გადავღეჭავ ბარემ აქვე ვარ და ამ თემასაც შევეხები კიდევ ერთხელ დაფიცვის თემას პირველი ჩემი ბავშვების მიტოვებას არ ვაპირებ არც ერთი წამით და მათთან ბედნიერების წართმევას არ ვაპირებ სრულად წუს მნიშვნელობით არ გავაკეთებ ამას ეს გამორიცხულია რა გეზეიმებად მე არ მეზეიმება პატარებს აქვთ უფლება ზეიმის მერე მაგალითად მე რო გავიფიცო მინდა ერთი მარტივი კითხვა დავსვა ვინ უნდა გამოკვებოს ჩემი ოჯახი გავიფიცეთ ყველა რას ვაკეთებთ ვინ მირიცხავს ანგარიშზე ფულს იმის გამო რომ გავიფიცები და ჩემი შვილი არ მოკლა შიმშილით გადასახადები ეს გადახდა ყვება და უამრავი რამ რაც ჭირდება ოჯახს ვინ უზრუნველყოფს ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ მე რომ გავიფიცო ჩემს ოჯახს რა ეშველება ჩვენ რომ გავიფიცოთ ოჯახში რა ეშველება ჩვენს ოჯახს ნახეთ რა მარტივი კითხვა დავსვი ვისაც ამაზე პრეტენზია გაქვთ რატო არ ვიფიცები პირველი ბავშვების მიტოვებას არ ვაპირებ მეორე დაუშვათ გავიფიცე რა მეშველება ანუ სად დაფრინავთ ხალხო სად რა მარტივად უდგებით ამ გაფიცვებს გამაგებინეთ გადახედეთ ვინც გაიფიცა უკან ძალიან ძლიერი ოჯახები უდგათ ძალიან ძლიერი ვინც დააფინანსებს და არ აშიმშილებს მათ ოჯახებს და ძალიან ბევრს ბიზნესები აქვთ კიდე რა გონიათ ახლა ვინ გაიფიცნებ ჩემნაირები უმრავლესობა არ დამაცა და ბოგი ჩაწერა ორივე ვარიანტი ჩაიწერა მაგან და შენ რომელიც მოგეწონება დოდან გადავდიოდი დრეში თქვი რომ დაბალია და მე დოვიცი არც ერთი
დღეს გვექნება ვლოგი ბავშვების, გარეშე ბავშვები. რეპეტიცია. სხვადასხვა წეღან მინდოდა საუბრო ტოქსიკურ ადამიანებზე რა. შესაძლოა ზოგადად ერთმანეთისთვის არ იყვნენ ვიღაცები, ან სხვისთვის არ იყვნენ, მაგრამ ჩემთვის იყოს ვიღაც კონკრეტული ადამიანი ტოქსიკური რა. ეს ხა ინდივიდუალურია რა თქმა უნდა. და მეკითხებიან ხოლმე რომ ბევრად ლაღი ხარ, ბევრად ბედნიერი ხარ, ბევრად ეს, ბევრად ის მოკლედ. და ძალიან დიდი ცვლილებები მაქვს შინაგანი ამ კუთხით რა. ხო, პირველ რიგში თქვენ ვიცით რომ სულ ვამბობ რომ ჩემს მდგომარეობაზე, მენტალურ მდგომარეობაზე წონა ძალიან ცუდად მოქმედებდა და ძალიან მიჭირდა ამ ყველაფრის გადალახვა და ანუ ჩემი სამყარო არ იყო ეს, რაღაცა სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი და სხვის გარეგნობაში ვცხოვრობდი. ეგეთი შეგრძნება მქონდა სულ. რაც ძალიან მძრგუნავდა და ასე შემდეგ. რაც შეიცვალა და ამის გარდა მე შევძელი რომ ესე თითქოს უნებლიეთაც და ისედაც და ასედაც ჩემგან გავუშვი ბევრი ადამიანი, ვინც ძალიან მოქმედებდა ჩემზე უარყოფითად. შევეცადე დისტანცირებას, იმიტომ რომ მე ძალიან მენგრეოდა ამ ადამიანებით. ფსიქიკა რა თქმა უნდა ბევრნი არ არიან, თუმცა ვინც არიან, ისინიც კი ცოტა უკან დავხია უკანა პლანზე. რა თქმა უნდა შესაძლოა ეს ადამიანები ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდნენ. დაბრუნდებიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება, რაღაცა გადაკვეთის წერტილები ხდება, რაღაცა ერთად შესაძლოა სადმე მოხვდეთ და ამ მხრივ, მაგრამ ისე ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდებიან, რომ ჩემს ასე ვთქვათ ფსიქიკაზე მათ მოახდინონ გავლენა. იმიტომ რომ მათთან აუცილებლად მე მექნება უკვე იმაზე მეტად დიდი დისტანცია ვიდრე ახლა მაქვს. ეს ადამიანები ისევ რომ შემოუშვა გარკვეულწილად ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ კითხვაზე ის რომ ბევრი რაღაც მაქვს ცვლილება და როგორ და რანაირად ყველაფერი ერთმანეთთან იყო მიჯაჭვული. საკუთარ თავს დავეხმარე ბევრ რაღაცაში, რომ ვიღაცები, რაღაცებით, საკუთარი თავი, ყველაფერი ერთად გავაერთიანე იმისათვის, რომ უკეთეს ვერსიად მეგრძნო თავი, ასე რომ ну გონიათ რომ ტოქსიკურობა არ აუშავს, არ მიაქციო ვიღაცებს ყურადღება, ესე არქნა, ისე არქნა, ეგრე არ გამოვა. ისინი რო თქვენ ცხოვრება უნდა გაუშვათ, შეეცადოთ მაინც რომ ნაწილობრივ გაუშვათ. მე რაღაცები უფრო მეტად ლაგდება. რომ დღეს ბევრი რაღაცის მჯერა, საკუთარ თავზე აქვს საუბარი, ბევრი რაღაცის მჯერა, ბევრი შესაძლებლობების მჯერა და ასე შემდეგ, ეს გამოიწვია ჩემმა ძალიან დიდმა მუშაობამ საკუთარ თავთან. და იმ გარემოსთან რაღაცა აღმართული კედელი, ვინც ძალიან თრგუნავდა, ასე რომ ვთქვათ. შესაძლოა ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანი, ხახო თუნდაც ნაცნობი. არ აქვს მნიშვნელობა თუ თრგუნავთ ასეთი ადამიანები, შეეცადეთ რომ ნახოთ წელიწადში 2 ჯერ და არა დღეში 7 ჯერ. ანუ პირობითად. აუცილებელი არ არის მათთან დანახანჯლობა გქონდეთ, ეჩხუბოთ და რაღაცები. იყურეთ უბრალოდ დაასრულო ვიღაცებთან, თუ არის დასასრულებელი, თუ ატყობ რომ შენი ცხოვრება ძალიან შეცვალა ამ გარემომ და ამ ხალხმა და ანუ მოდი შენიყავი იმაზე მეტად ძლიერი ვიდრე დღეს ხარ. და ყველაფერი შედარებით იქნება კარგად. მე სულ ვიძახი რომ не знаю. სულ ვიძახი რომ საკუთარ თავზე მუშაობა არის მნიშვნელოვანი, საკუთარ თავთან მუშაობა. მქონია ძალიან ღრმა დღეები, რომ ეს გახსენებაც კი მზარავს. ისეთი რომ აი დივნის თავიდან დივნის ბოლოში გადავსულ ვარ, მე დივნის ბოლოდან დივნის თავი აი ესე გამიტარებია რაღაცა პერიოდი და ისევ ჩემი საყვარელი ადამიანებით წამომდგარ ვარ ფეხზე და იმით რომ სარკეს ჩაიხედე გოგო რა გორაო ბადექი, ანუ ცხოვრება გრძელდება, ვისელოდები შენს მაგივრად, ვინ უნდა დაალაგოს ეს ცხოვრება, შენი ცხოვრება შენს მაგივრად ვინ უნდა დაალაგოს და ძალიან ბევრი რამ იყო კიდე მოკლედ რა. მანამდეც, მერეც, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ხა გათხოვილიყავით მე ან ძალიან ზოგად სურათს გეუბნებით რა. ძალიან ბევრი მაქვს ძალიან გადატანილი, ძალიან ბევრი
ჩემი ცხოვრების მანძილზე მარტივი არ ყოფილა ჩემთვის არასოდეს ცხოვრება. ყოველთვის აი სუიძახ ხოლმე რომ ვიღაცა ჰოპ და უკვე ცხოვრება თითქოს აწყობილი ჩანს ვიღაცის და მე რომ რაღაცისთვის მიმეღწია რაღაცა გამეკეთებინა ცხოვრებაში. თუნდაც აი ამდენი მჭირდებოდა, არ ვიცი, თვეები, წლები, წვალება, ბევრი ტირილი, ბევრი შრომა და მე მოდიოდა რაღაც. გესმით? ანუ მარტივი არ ყოფილა რა და ზოგადად ცხოვრება არ არის მარტივი. ხო და მე რაღაცები თქონავს და შეიძლება რაღაცა დეპრესიაში ჩაგაგდოს რაღაცები, მაგრამ ფეხზე ადგომა უნდა შევძლოთ, ანუ სულ რაღაცა ჩაცուցულ პოზიციაში ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ გრძელდება. მაშინ მოიყალი თავი. თუ შენ არაფრის ხალისი არ გაქვს და აღარასდროს აღარ უნდა ადგე ფეხზე, მოიყალი თავი, ანუ რა ვიცი, რა აზრი აქვს ამ შენ ცხოვრებას. იმას ხარ დაელოდები, როდის თვითონ მოკვდები, ანუ ფაქტობრივად გაშიშებული ცხოვრება ჯობია, რა ვიცი. ამიტომ არ ვაპირებ არნერ გაშიშებას და ყველაფერი რაც გამივლია და რასაც უტკენია გვერდით რაღაცები, ყველაფერი მოვისწროე ჯანდაბაში. ასე რომ გაუმარჯოს ჩემს ახალ ცხოვრებას, ჩემს ადამიანებთან ერთად. ყველას აგილოცავთ ბარბარობას. დიცა პატარასა ქალსა კაცსა აქა იქა რა ვიცი ნახათ ყველას გაგიმარჯვოთ ღმერთმა. აჰა ამინ გილოცავთ და რა ვიცი ყველაფერი თქვენა კარგი ხო? ახლა ისევ შემოვარ. გადაკაცული ვარ არის ხალხურა ისე გადავიღალი უკვე აღარაფერი აღარ მიდა. გავარდი დილითაც რომ მივიყიდე ლარი და 80-ის. თუ ლარი და 80-ის. ხურა რა მნიშვნელობა. მე გამოვქადი უკან სირბილით. დედას ვთხოვე რომ მეთქი იქნება ლოვიო ჩამიდგა რა დედა მე უთხარი ჩამიდგა ეგა და კლაშტაფაში გამოვაიცხე სამიცალი გავობი ვალი უჩაში გაინტერესებდა არა რა ვიცი ახლა ბარბარობა დღე ამ მეტალ პლასმასებზე ხوار ვილაპარაკებ ხო ახლა რა ხდება სისხამის დილა თუ გადასული სისხამი ხურა როგორცა გადავეყიდე ფაჯიდა და დგას დაბლა ნაზუ რაკი დაკა ქალო მეუთხარი მე ვარ მოკუდა და პარაცხვა მიყვები მეუთხარი არა ყადა იმეს ყვა მიყვები მე რა ვიცი მეუთხარი ახლა შეიძლება ტყულა არ გამოივლი მეუთხარი აქ იქ თაკუჩის მეზობელი ბოც გარყვნილი არ ვიცი მონადირ სხვისი კაცების აჰა ეგ არის ხალხო მეზობლის კარტაროდ გარიყო ხო არ გავგიჟდებოდი ჩემ კარტარო დავინა ამომასყა მოდი აქ მეუთხარი დამძაბე გადარჩენილი ხარო დღეს არის ბარბარობა, მაგრამ ისე რო თქვა რატომ გახარ აქ მე უთხარი. იქნებ საერთოდ დავფიო წუწები არ მინდა დაგეჭვით ხო? შენი ქმარი სახლშია.
და შო, კანით დამიგრა ოჯახი უკვე, ხო რა კიდე ქალო ჩემ ქმართა მეუთხარ. ეგრე ჩავაფრინდი გლანდებში. აბა ის არ ვარი, სვეცკურად რა ქვია. ისა. აქა გოგო ხوار, ჩამთქველი. შტებთელი რა ჩემენაზე. თურმე ვითომა გაფუჭებია და აბა რომ ჩემი ქმარი წავიდეს და გაუკეთოს რაღაცა ქნას მადლი. ნაიზო მეუთხარ, იცი როგორი მადლი ვიცი მეუთხარ. ოპერაციის გარშე ამოგაზრო გლანდებს მეუთხარი. ხალხო, მაგეში თქო კაცმა ვერ გაიხარა უბაში. ვისაც თვალი დაგე ყველა მოკვდა. მეუთხარი ძალაგევედრები რა ჩეუბაში რომ შემოივლი. ჩემს ხათან უმოხარ, მოუარე კრუგი მეუთხარი. აქ ადაგიდა ოთრეული. ნამდვილად შტებთელი, გაგაფუჭებული, მეუთხარი. კიო. ყუდის მეუთხარი. არა შტებთელი კი არაო. ეხლა მეუთხარი საბაბდი არ დავათვლებინო, ხო? ორს რო ვიტყვი. უკვე სახში იყო მეუთხარი, ხო ყროყინებდი რომ აქა გავიგო ხმა მეუთხარი. ისა ხო ის ქართული ფილმი რა ვითომა ეგა გავაშარჯე რა. გაშარჯება ხო იცით რა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამბობენ რა მაგ სიტყვას. არ ვიცი ხალხო, მიგეც არაფერი გამიგია. თავისი ვიციყვნენ ყველა მოკლა. თვითონ მოკვდი და არ ვიცი დარდით ვერ გეტყვი. არ ვიცი გაყვებას მოტყუდებიან, არ ვიცი რა ხდება, ვერ გეტყვი. ისე კაცსა ვისაც თვალი დაადგა, ახლა ეგ მინდა მეუთხარი ძილსა შემიხვიდო ოჯახი ძილს არ შემიქმნია, მაგრამ ისე. არ დაგიდა ხო მეუთხარი ჩემი სახლის ცივი, აი ტყლაში. უნამუსო ნაზო მეუთხე და შემოვიჯახუდე კარები და ჭუღრიტით გავიხედე მერე. წავიდა მეთქი. ხო. ეხლა უნდა ჩავსაბდე Facebook-ზე. მაგარ არავე დადოს ისეთ და დაჩექინდეს ჩემი სახლის გვერდით. აღო, შიო, მაბახმეთი ვეღარ უშვილით, ხალხო. შუ წავალ ციხეში რა. ის დაძრამი შუ მაგ სად ვიქნები აქაც ციხეში. არ ვიცი, მაგარი გაბოზლები არიან რა, მაგარი. რა იყო ქალო მეუთხარი, არი მეტი საქმე არა გაქვს, ანა ის არა გაქვს, ანა ეს არა გაქვს. ჭკვიდა და ვარ გადასული. მეუთხარი ახალი დამკურნალები ვარ ახლა და ცოტა წყდარათა ვარ მეუთხარი, თუ შენ რა ყოფნები რა დღეგელოდა მეუთხარი. არ ვიცი. მე ერთი რო დავიძახე სანამ ორზე გადავედი იქიდან ყურყიდი მესმოდა და. საქართველო მე მიყვარს ძლიერი საქართველო გილა ჩავშობა ახლა ეს ისევ